ეხება აჭარას. აჭარის აქედან მინდა რომ ეს კანონპროექტი ჩვენი სრულიად ჰქონდა საუბარი, ხო? შეიძლება არ დაიყვანოს. ხო შეიძლება ვერ იყოს. ჩვენ ვიმსამდე რომ როდესაც შეიქმნა კანონის გასაწყობი რომ ფასეულზე მოსაზრება მოხდება, პროგრამი ეს არის ჩვენი საკანონმდებლო პროცესები საქართველოს პარლამენტში, ეს იქნება ცალკე კანონი, რომელსაც ცალკე განიხილება საქართველოს პარლამენტში. ამ შემთხვევაში ეს არის ის ვარიანტი, რომელიც შეიმუშავა პრინციპში დემოკრატიის ინსტიტუტმა რაღაც შენიშნები ჩვენც ჰქონდა და ამ ის მუხლები დავამუშავეთ. არის სულ რამდენიმე მუხში სულების შესვლა, რომ გაჩნდეს დეფინიცია რეგიონული საზოგადოების მაუწყებელი, რაც მოიცავს თავისი არსებითი ავტონომიებს, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიის შექმნა რეგიონული საზოგადოების და ამ კონტექსტში მიგული სხვა პუნქტები კანონის შესაძლებელი. დანარჩენი ბორდი როგორი იმას თქვა ბორდის არჩევას ყველა დაარეგულირებს აჭარის მოელის საკუთრების მიიღებს ცალკე კანონს აჭარის რეგიონულ მაუწყებელთან დაკავშირებით. შესაძლებელია რომ აჭარის ტელევიზიის სტატუსის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა უმაღლეს საბჭოში, რადგანაც ეს არის რეგიონის თვის მნიშვნელოვანი თემა და სწორედ რეგიონში უნდა განიხილებოდეს ასეთი თემები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საკითხი განიხილებოდა არასამთავრობო სექტორის სერიოზული ჩართულობით და კანონპროექტის ფაქტობრივად ერთ-ერთი ავტორი არის დემოკრატიის ინსტიტუტი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და აუცილებელია რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა ამ მიმართულებით რეგიონთან ერთად იმ პოზიციების გათვალისწინებით, რაც აქვს რეგიონში მომუშავე არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკას.